ჯანდაცვის სტანდარტის წარმდგენია ავერსის კლინიკა. ჯანდაცვის სტანდარტის სპონსორია წყალი მთის 0%-იანი ბრომატით. მოგესალმებით, ეს BMG-ის ტელეგადაცემა ჯანდაცვის სტანდარტი არის, რომელსაც BMG-ის სატელევიზიო არხზე მე ნინი ლონგურაშვილი და პროფესორი ამირან გამყრელიძე წარმოგიდგენთ და ცხადია ჩვენი გადაცემის თვალყურის დევნება შესაძლებელი არის ასევე BMG-ის პლატფორმაზე bm.gz-ზე და ასევე ჩვენს სოციალურ არხებზე. ჩვენ ვიწყებთ დღევანდელ 23 თებერვლის გადაცემას და მომდევნო 1 საათს უკვე ვუთმობთ ყველაზე ახლო წარსულის უმძიმეს გამოცდილებას COVID პანდემიას. რა გვასწავლა პანდემიამ, რომელმაც მნიშვნელოვნად შეარყია მსოფლიო ქვეყნების მოსახლეობისა და ადამიანების ცხოვრება, როგორც დიდი და რადიკალური, ასევე მცირე მასშტაბის ცვლილებებით. მოგესალმებით და გსურს თქვენი ყურადღება მნიშვნელოვან თემაზე და საკითხზე შევაჩეროთ. 5 წელი გავიდა COVID პანდემიის დაწყებიდან, რომელმაც კაცობრიობას ბევრი გაკვეთილი ჩაუტარა და ბევრი საკითხი სხვა კუთხიდან დაანახა. ჩვენ ახლა უკვე ვიცით, რომ ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი შემდგომი შესაძლო პანდემიებისა და საერთოდ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებულ საფრთხეებსა და ზაობის გასაუმჯობესებლად. რაც ნათლად დაგვანახა პანდემია, ის გახლავთ, რომ ქვეყნების მზაობის გაუმჯობესება არ არის სტატისტიკური პროცესი. ის სტატიური მუდმივია და მზადების ერთი ციკლის დასრულების შემდეგ ახალი ეტაპია დასაწყები. ან მიღებული შედეგებია კვლავ შესაფასებელი. ქვეყნებმა უწყვეტად უნდა გააძლიერონ მზადყოფნის მექანიზმები და მსგავსი სახის დიდი გამოწვევების დასაძლევად. ბატონო ამირან, ასეთი კითხვა მაქვს თქვენთან ვიდრე გადაცემის ძირითად ნაწილზე გადავიდოდეთ და ეს შანსიც მინდა რომ გამოვიყენოთ ახლა ჩვენ გადაცემაში. საზოგადოებისთვის მაშინ ბრძოლის წინახაზზე იყავით პირადად თქვენ კოლეგებთან ერთად დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან და საზოგადოებას კარგად ახსოვს თქვენთან ერთად ის სამი მუშკეტერი, ბატონი პაატა იმნაძე, რომელიც თქვენი მაშინდელი მოადგილე გახლდათ და ასევე თენგიზ სერცვაძე, რომელიც მაშინ გახლდათ ინფექციურის გენერალური დირექტორი. როგორ გაიხსენებდით ბატონო ამირან აი ამ უმძიმეს პერიოდს, როგორც მსოფლიოსთვის, ასევე საქართველოსთვის და როგორ მიგაჩნიათ ეს იყო ქვეყნისთვის როგორც გამოწვევა თუ ზოგადად მსოფლიოსთვის ტრაგედია, რომლისთვისაც არც საქართველოს და არც მათ შორის მსოფლიო იყო მზად. მადლობა. რთული კითხვა, ახლა მოკლედ რა თქმა უნდა ვერ უპასუხებ, ზოგიერთ თქვენ კითხვაზე ჩვენს გადაცემაში ალბათ იქნება პასუხი. მოკლედ რომ გითხრათ შესავალში, რა თქმა უნდა ეს ძალიან რთული პერიოდი იყო მთლიანად სამყაროსთვის და რა თქმა უნდა ჩვენ სამყაროს ნაწილი ვართ და გლობალური სამყაროსი და ასევე ჩვენთვის. ეს იყო რა თქმა უნდა ტრაგედიაც და ციფრებს ქვემოთ მოგახსენებთ მერე, იმიტომ რომ პანდემიამ შეიწირა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე, ბევრად მეტი ვიდრე ომები იწერავენ ხოლმე. მე ვსარგებლობ თქვენი ეთერით და მინდა იმ ყველა ადამიანს გადავუხადო მადლობა, ვინც პანდემიის პასუხში მონაწილეობდა, პირველ რიგში ჩემს კოლეგებს, სამედიცინო პერსონალს და ექიმებს და აქ მინდა გავიხსენო ჩემი დიდი მეგობრის ბატონ თენგიზ სერცვაძის წვლილი, რომელიც დღეს არ არის ჩვენთან ერთად და ასევე დაახლოებით 150-ზე მეტი მედიკოსი შეეწირა ჩვენთან საქართველოში პანდემიასთან ბრძოლას. სამწუხაროდ ალბათ შეგვეძლო უკეთესად და ეს ბევრი განჯის და მსჯელობის საგანია ხოლმე და ამას ალბათ ცალკე რამოდენიმე გადაცემა უნდა დაეთმოს, სადაც განვიხილოთ უნდა თუ რა იყო, თქვათ, რაში ვიყავით კარქები, რა ჰქონდა ხარვეზები, რა დაუშვით თუ არა თუ დაუშვით, რა შეცდომები. ამიტომ პირადად ჩემთვის ეს ძალიან რთული პერიოდია იმ ადამიანებისთვის, ვინც მართლაც წინახაზზე ვიყავით და ამაზე ბევრი საუბარი შეიძლება. ამიტომაც დღეს ეს თემა კარგია და მადლობა BMG-ს, რომ ეს თემა იქნა იმ პროგრამაში ჩართული, რომელსაც ჩვენ ყოველ კვირეულად ვიხილავთ.
მადლობა თქვენ ბატონო ამირან, რამდენადაც შეძელით რომ მოკლედ გაგეხსენებინეთ და შეგეფესებინეთ ის პერიოდი და მადლობა კიდევ ერთხელ თქვენ იმ დროის მუშაობისთვის, როდესაც თავდაუზაგავად მოვდით როგორც სამი მუშკეტარი, ასევე სრულიად საქართველოს სამედიცინო პერსონალი, ხოლო მე კიდევ პირადად მიმაჩნია და BMG-შიც ასე ვასკვნით, რომ COVID-19 უფრო მეტი არის, ვიდრე მხოლოდ ჯანმრთელობის კრიზისი და იმ მასშტაბის გათვალისწინებით, როგორც ვირუსი გავრცელდა, მან ძალიან ღრმა გლობალური ნაიარევი დატოვა მსოფლიო საზოგადოებაზე და ეს ნათელი არის გამანადგურებელი სოციალური, ეკონომიკური თუ პოლიტიკური კრიზისების სახით, რასაც ვაკვირდებით ბოლო წლების განმავლობაში. სწორედ ამიტომ დღევანდელ გადაცემაში სტუმართან ერთად ვისაუბრებთ, რაც უშუალოდ ჩვენთვის საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი და განვლილი უკვე 5 წლის წინ დაწყებული პანდემიიდან გასათვალისწინებელი. ჯანდაცვის სტანდარტის დღევანდელი სტუმარი კი იქნება ზაზა წერეთელი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უნივერსალური ჯანმრთელობისა და პანდემიებისათვის მზადყოფნის მიმოხილვის მრჩეველთა ჯგუფის წევრი და ასევე ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი და ვიდრე სტუმარი ემზადება შემოუერთდეს ჯანდაცვის სტანდარტს, იქამდე გადავხედოთ მნიშვნელოვან ამბებს, რაც გასულ ერთ კვირაში დაგროვდა საქართველოსა და მსოფლიოს მედიცინაში. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძის განცხადებით 7 კვირაა გრიპი დომინანტური ვირუსია. მისი ინფორმაციით მთელი იანვრის და თებერვლის პირველი 2 კვირის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 50%-ზე მაღალია. ის დასძენს, რომ გრიპის B ტიპის ვირუსი ბოლო კვირებში განსაკუთრებით აქტიურია, თუმცა მას სხვა ტიპის გრიპის ვირუსისგან განსხვავებული სიმპტომების გამოვლინება არ ახასიათებს. მისი ინფორმაციით ქვეყანაში ის ვირუსები ცირკულირებს, რომლის საწინააღმდეგო ვაქცინაციაც მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა უკვე გაიკეთა. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მნიშვნელოვნად ამცირებს გრიპთან დაკავშირებულ ავადობას და სიკვდილიანობას ყველა ასაკობრივ ჯგუფში. ევროპის რესპირატორული მიმოხილვის მიხედვით, კვლევამ 38-ზე მეტი ქვეყნის 6.5 მილიონი პაციენტის შედეგები გაანალიზა. კვლევითი ანალიზი ადასტურებს, რომ გრიპის A ვირუსის და გრიპის B ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ეფექტურად ამცირებს ინფიცირების მაჩვენებელს და გრიპთან დაკავშირებულ გართულებებს 5 წლამდე ასაკის ბავშვებში, 5-დან 65 წლამდე ასაკის პირებში და 65 წელზე უფროსი ასაკის მოზრდილებში. FDA-მ დაამტკიცა ახალი პერორალური პრეპარატის სახელწოდებით რომვიმზა სახსრების სიმსივნისთვის, რომელიც ცნობილია როგორც ტენოსინოვიალური გიგანტური უჯრედული სიმსივნე. პრეპარატი ბლოკავს ფერმენტებს, რომლებიც ეხმარება CSF1 პროტეინის სიმსივნის ზრდაში, ამცირებს როგორც სიმსივნის ზომას, ასევე ანთებას. ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ დაამტკიცა Sanofi's Merilogi, იგივე ინსულინის ასპარატი, ნოვლოგის ბიომსგავსი, რომელიც გამოიყენება დიაბეტის მქონე მოზრდილებისა და ბავშვების სამკურნალოდ. Merilogi ეს არის პირველი სწრაფი მოქმედების ანალოგური ინსულინი, რომელიც პროცესს მეტად აუმჯობესებს და ძვირადღირებული მკურნალობის ვარიანტები, როგორიცაა ინსულინი, ხელმისაწვდომ ფასად შესაძლოა მიეწოდოს მომხმარებელს. საქართველოში პირველადი ჯანდაცვის ყველაზე მსხვილმა მიმწოდებელმა კომპანია Evex-მა მასშტაბური რებრენდინგი განახორციელა. ბრენდის განახლება ტრანსფორმაცია მოიცავს როგორც ვიზუალურ, ასევე კონცეპტუალურ ცვლილებებს, რაც თავის მხრივ სრულად ახალ მიდგომას აყალიბებს პირველად ჯანდაცვაში. მრავალპროფილურმა კლინიკამ კონსილიუმ მედულა წარმატებით გაერა Accreditation Canada-ს საერთაშორისო შეფასება და აკმაყოფილა 1300-ზე მეტი საერთაშორისო სტანდარტი და პლატინის სერტიფიკატი მიიღო. Accreditation Canada-ს სერტიფიკატის მიხედვით ყველა სამედიცინო დაწესებულება უნდა აკმაყოფილებდეს ხარისხის 8 ძირითად განზომილებას: მოსახლეობაზე ფოკუსირება, ხელმისაწვდომობა, უსაფრთხოება, სამუშაო გარემო, პაციენტზე ორიენტირებული მომსახურება, მომსახურების უწყვეტობა, ეფექტიანობა და მიზანშეწონილობა. კომპანია Aversi Pharma თბილისში ვაჟა-ფშაველას გამზირზე რესპუბლიკური საავადმყოფოსა და Aversi-ის ცენტრალური კლინიკის მახლობლად ახალი კლინიკის მშენებლობას გეგმავს. თბილისის არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდის თანახმად პროექტზე სამშენებლო ნებართვა უკვე გაცემულია. უძრავი ქონება კომპანია Aversi Pharma საკუთრებაში ახალი კლინიკა მოიცავს 14 მიწის ზედა და 4 მიწის ქვედა სართულს, ხოლო მისი საერთო ფართი შეადგენს 27671 კვადრატულ მეტრს. მშენებლობის პროცესი 42 თვეში უნდა დასრულდეს. 2024 წლის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით მედიკამენტების შესაძენად საქართველოდან $623 მილიონი გავიდა, რაც 2023 წლის მაჩვენებელს 14.7%-ით აღემატება. ამგვარად უმსხვილესი საიმპორტო საქონლის ჩამონათვალში სამკურნალო საშუალებებმა 3.7%-იანი წილით მესამე ადგილი დაიკავა. პირველ ორ პოზიციას მსუბუქი ავტომობილები და ნავთობპროდუქტები ინაწილებენ. იმპორტირებული დაფასოებული მედიკამენტების მოცულობა 16115 ტონამდე გაიზარდა. 2023 წელს ეს რიცხვი 13301 ტონა იყო.
საქართველოსთვის სამკურნალო საშუალებების მთავარი საიმპორტო ქვეყანა წლების განმავლობაში თურქეთი იყო 2024 წელს დაფასოებული მედიკამენტების იმპორტში თურქეთს 27.2%-იანი წილი ეკავა. თურქეთიდან მედიკამენტების შეძენის ღირებულება წლიურად 10.9%-ით მოცულობით კი 47.7%-ით გაიზარდა. უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წლის შემდეგ თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტის ზრდის ტენდენცია წლიდან წლამდე არსებობდა, თუმცა თურქეთიდან დაფასოებული სამკურნალო საშუალებების შესყიდვების გაორმაგება მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს მთავრობამ ეგრეთ წოდებული თურქეთის ბაზრის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. რაც შეეხება მედიკამენტების სხვა იმპორტიორ ქვეყნებს, მათი იმპორტი ყველა ძირითადი მომწოდებელი ბაზრიდან გაზრდილია. ქვეყნის მასშტაბით რეცეპტს დაქვემდებარებული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის მაჩვენებელი მაღალია და საერთო რაოდენობის 67% შეადგენს, აღნიშნულ სახელმწიფო აუდიტის სამსახური ასკვნის, რომელიც აქვეყნებს ციფრული ჯანდაცვის აუდიტის ანგარიშს, რომლის მიხედვითაც 38 ექიმის მიერ სამედიცინო პრეპარატების გამოწერა გარდაცვლილი პაციენტებისთვის განხორციელდა. ჯამში აუდიტის სამსახურმა ჯანდაცვის ეფექტიანობის 4 კვლევა წარადგინა, რომელიც ჯანდაცვის სისტემაში არსებულ ნაკლოვანებებს ეხება. ქვეყნის მასშტაბით რეცეპტს დაქვემდებარებული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის მაჩვენებელი საერთო რაოდენობის 67% შეადგენს. აუდიტის თანახმად 2022-23 წლებში ამ მიზეზით ჯამში 2 მილიონ ლარამდე ოდენობის ჯარიმა გამოიწერა. ციფრული ჯანდაცვის აუდიტის ანგარიში აუდიტი რეგულირების სააგენტოზე დაყრდნობით წერს, რომ შეზღუდული რესურსის გამო ყველა სამედიცინო სააფთიაქო დაწესებულების შემოწმება ელექტრონული რეცეპტების ფარგლებში ვერ ხორციელდება. ამასთან დაბალია ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერებისა და რეცეპტების სისტემაში ჩართულობის მაჩვენებლები. დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ პირველადი ჯანდაცვის სექტორში ტელემედიცინის დანერგვის უზრუნველსაყოფად 2021 წელს თითქმის 3 მილიონი ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა. აღნიშნულ თანხაში 6 ხელსაწყო შევიძინა, თუმცა აქედან 3-ის გამოყენება საერთოდ არ ხდება. ციფრული ჯანდაცვის მიმართულებით დავფარებ 3 კომპონენტი, ესენია ელექტრონული ჩანაწერების სისტემა, იგივე EHR, რომელიც უზრუნველყოფს სამედიცინო პერსონალს შორის პაციენტის შესახებ სანდო ინფორმაციის მიმოცვლას, როგორიც არის დიაგნოზი, მკურნალობა, დანიშნული მედიკამენტები და ასე შემდეგ. მეორე, რომელიც დავფარეთ ამ აუდიტის ფარგლებში იყო ელექტრონული რეცეპტების სისტემა, რეცეპტს დაქვემდებარებული მედიკამენტების გაცემის ზედამხედველობა და ტელემედიცინა. გარკვეული ნაწილი სისტემის უკვე ამოქმედებულია და საპილოტე რეჟიმშია, თუმცა საჭიროებს დამატებით გაუმჯობესებას, როგორც კლინიკების და დაწესებულებების სისტემაში ჩართვის თვალსაზრისით, ასევე დანერგილი კრიტერიუმების გაუმჯობესების მიმართულებით. სამედიცინო დაწესებულების ზედამხედველობის ეფექტიანობის აუდიტის დასკვნაში კი ნათქვამია, რომ არსებული მექანიზმები არასაკმარისია სამედიცინო დაწესებულებების სრულყოფილი ზედამხედველობისთვის. ანგარიშის თანახმად მაღალი რისკის შემცველი საქმიანობის განსახორციელებელი დაწესებულებებიდან ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 3% შემოწმდა. გამოწვევა მოქალაქეთა განცხადებებისა და საჩივრების დროული და ეფექტიანი შესწავლაც. საჩივრების განხილვა შემთხვევების 48%-ში 1-დან 3 წლამდე ვადით გრძელდება. აუდიტის ერთ-ერთი ძირითადი მიგნება არის ის, რომ დანერგილი მექანიზმები, არსებული მეთოდოლოგია და კრიტერიუმები საკმარისად არ არის რისკზე დაფუძნებული მიდგომით უზრუნველყოფილი და შესაბამისად არ არის საკმარისი სისტემის სრულყოფილი ზედამხედველობისთვის. კიდევ ერთი თემა პირველად ჯანდაცვას და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ექიმების ხელმისაწვდომობის საკითხს უკავშირდება. ანგარიშის მიხედვით არ არის შემუშავებული ექიმების განაწილების დემოგრაფიული და გეოგრაფიული კრიტერიუმები. კონკრეტულ ტერიტორიაზე ერთ ექიმზე დასაშვებზე თითქმის 3-ჯერ მეტი პაციენტი მოდის. ჩვენ შემთხვევებში რაც შევისწავლეთ 783 ტერიტორიული ერთეულიდან 45 შემთხვევაში ანუ 6%-ში ეს აჭარბებდა დადგენილ ნორმას. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ წინა პერიოდთან შედარებით, წინა აუდიტის მონაცემებთან შედარებით ეს მაჩვენებელი გაუმჯობესებული არის, თუმცა ყველა შემთხვევაში კრიტერიუმს ისევ არ აკმაყოფილებს და ზოგ რაიონში რამდენჯერმე აჭარბებს დადგენილ ნორმას. ძირითადი რეკომენდაციები ეხებოდა ექიმების რაოდენობრივ და გეოგრაფიულ ოპტიმიზაციას, მათ განაწილებას, ასევე არის გამოწვევები ოჯახის ექიმების ასაკობრივ ზღვართან დაკავშირებით. პოლიპრაგმაზიის მხრივ არსებულ პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას პარლამენტში ქართული ოცნების წარმომადგენელი ლადო კახაძე, რომელიც ამბობს, რომ გამოსავალი არა ჯარიმების ზრდაში, არამედ განათლებაშია. ჯარიმებით რო ვიაროთ, ეს იქნება უბედურება. ერთმანეთს ჩაუსაფრდეთ და მისარგებლოთ არ არის კარგი მიდგომა. სად არის გამოსავალი? გამოსავალი არის განათლება.
რეცეპტების მიმართულებით არსებულ პრობლემებზე საუბრობს ჯანდაცვის პოლიტიკის ექსპერტი აკაკი ზოიძე. ზოიძე ფიქრობს, რომ პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერებასთან ერთად ერთ-ერთ უმთავრეს საკითხს პოლიპრაგმაზიის შემცირება და ამ მხრივ არსებული მონიტორინგის გაძლიერება წარმოადგენს. კამპანიურად იყო თქვათ ეს რაღაცა მცდელობები, რომ გაგვამკაცრებინა კონტროლი ამ მიმართულებით. მე ადეკვატური არც ადამიანური რესურსები და არც ფინანსური რესურსები რეგულირების სააგენტოს არ აქვს, რომ ადეკვატურად გააკონტროლოს ეს პრობლემა და დიგიტალური სისტემები არ მუშაობს იმ ხარისხით და იმ დოზით და ისეთნაირად დაწყებული ელექტრონული ჩანაწერების სისტემიდან, რომელიც წესით საყოველთაოდ დანერგილი უნდა იყოს. გრძელვადიანი ინვესტიციებია გამიგეთ, რომელსაც ასე ვთქვათ, დრო უნდა იმისთვის, რომ მიიღო შედეგები. ჯანდაცვის ეფექტიანობის ანგარიშის განხილვას ესწრებოდნენ სამინისტროს წარმომადგენლები. მინისტრის მოადგილე ირინე წაქაძე ამბობს, რომ აუდიტის დასკვნაში არსებულ პრობლემებზე სამინისტრო მუშაობს. ეფექტიანობის ზრდისთვის კი მიმდინარე პერიოდისთვის სხვადასხვა აქტივობებია დაგეგმილი. აქ გაცემული რეკომენდაციების ნაწილი შესრულებულია, მაგრამ ნაწილთან მიმართებით ცხადია არსებობს ჯერ კიდევ ხარვეზები, რომელთა აღმოფხრის მიზნითაც 2025 წლის განმავლობაში ცხადია გაგრძელდება ინტენსიური მუშაობა. სამინისტროს დაგეგმილი აქვს 2025 წლის განმავლობაში ძალიან საინტერესო რეფორმები პირველ რიგში უწყვეტ სამედიცინო განათლებასთან დაკავშირებით და ასევე გეგმავს სამინისტრო საჩივრების განხილვების მექანიზმის დახვეწას. აუდიტის 4 ანგარიშიდან ერთ-ერთი პანდემიის შემდეგ პერიოდში ინფექციების მართვის ეფექტიანობასაც უკავშირდებოდა. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ შემცირებულია ვაქცინაციის ათვისების მაჩვენებელი. მაგალითად 2023-24 წლებში აცრილი სავალდებულო დაქვემდებარებული სამედიცინო პერსონალის მხოლოდ 51% იყო. პრობლემაა სისტემაში ახალი კადრების შესვლაც. დასაქმებულების 40% საპენსიო ასაკს მიღწეულია. 25-35 წლის კადრების შედინების მაჩვენებელი კი 5%-ს არ აღემატება. სიცოცხლე ითხოვს მოძრაობას. არისტოტელე. COVID პანდემიამ 3 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად შეარყია ქვეყნებისა და ადამიანების ცხოვრება. ის ყველაზე ფართომასშტაბიანი პანდემიაა ეგრეთ წოდებული ისპანკას შემდეგ, რომელმაც კაცობრიობას ბევრი გაკვეთილი ჩაუტარა. ჩვენ ახლა უკეთესად ვიცით, რომ ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი შემდგომი შესაძლო პანდემიებისა და საერთოდ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებული საფრთხეებისა და მზაობის გასაუმჯობესებლად. პანდემიის მასშტაბების გასააზრებლად მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნოს, რომ დაინფიცირებულია ოფიციალურად აღრიცხული 777 მილიონი ადამიანი, მაგრამ მის უკან დგას სავარაუდოდ 7-8ჯერ უფრო დიდი ციფრი. ხოლო ყველაზე მძიმეა ის, რომ გარდაცვლილია 7 მილიონი, მაგრამ ესეც ოფიციალურად აღრიცხული ციფრია და შეფასებითი მაჩვენებლით დაახლოებით 3ჯერ მეტია რაოდენობა. არ დარჩენილა სფერო, რომელზეც პანდემიას სხვადასხვა სიძლიერის ნეგატიური გავლენა არ ჰქონოდეს. რეცესიაში გადაიყვანა მრავალი ქვეყნის ეკონომიკა. ბევრ ქვეყანაში კვლავ ფიქსირდება ინფლაციის მაღალი ნიშნული. დააზარალა ტურიზმის სფერო, გავლენა მოახდინა განათლებაზე, კულტურაზე, სპორტზე და სხვაზე. თუმცა აღსანიშნავია, რომ ყველა ცუდში გარკვეული პოზიტივის მარცვალიც არის. ეს პანდემია ამ მხრივ გამონაკლისს არ წარმოადგენს. მედიცინის მეცნიერებისთვის დამახასიათებლად უჩვეულე მოკლე დროში შეიქმნა ეფექტური პრევენციული იარაღი ვაქცინების სახით. ასევე ხაზგასასმელია, რომ მესენჯერ ვაქცინების ეგრეთ წოდებული მესენჯერ RNA-ის შემუშავების პროცესმა განავითარა და წინ წასწია ასევე სიმსივნეების საწინააღმდეგოდ მნიშვნელოვანი ტარგეტული ეგრეთ წოდებული დამიზნებითი თერაპია და ეს კიდევ ბევრ ახალს მოგცემს. ასევე სწრაფად შეიქმნა ახალი სამკურნალო პრეპარატებიც. სერიოზული სტიმული მიეცა ლაბორატორიული მოლეკულური დიაგნოსტიკის, გენეტიკური სეკვენირების, სხვადასხვა პრინციპებზე დამყარებულ ახალ მიდგომებს. რა გვასწავლა დამატებით პანდემიამ დღევანდელ დღეს ჯანმრთელობა უმეტესი მაღალი პოლიტიკური დონის შეხვედრებისას განხილვის საკითხია უკვე. მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი შეხვედრების, როგორც არის დიდი შვიდიანის, დიდი ოციანის, გაეროს და უსაფრთხოების საბჭოს და ასე შემდეგ.
ასევე რაც ნათლად დაგვანახა პანდემიამ, რომ ქვეყნებმა უწყვეტად უნდა გააძლიერონ მზადყოფნის მექანიზმები მსგავსი სახის დიდი გამოწვევების დასაძლევად. საერთო ჯამში ეს დაეხმარება არა მარტო ჯანმრთელობის კრიზისების დაძლევაში, არამედ სხვა სახის პრობლემების გადალახვაში, მათ შორის ბუნებრივი კატაკლიზმების მიზეზებით. პანდემიამ უჩვენა, რომ დაზოგვა ჯანდაცვის სისტემების და ფინანსების შემცირება გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნის განვითარებისა და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ნეგატიურად აისახება. ჯანდაცვის ეროვნულ სისტემა ზარდი, სტაბილური დაფინანსება სჭირდება. ისევე როგორც ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა მისი პრიორიტეტების შესასრულებლად. ამ მიდგომების მხარდასაჭერად მსოფლიო ბანკის ინიციატივით და მნიშვნელოვანი კონტრიბუციით შექმნილია პანდემიური ფონდი, რაც განვითარებად ქვეყნებს უფრო მეტად დაეხმარება მომზადებაში, გაძლიერებასა და სამიზნეების მიღწევაში. ასევე გვასწავლა, რომ მნიშვნელოვანი ინვესტიციებია ჩასადები ციფრული ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში. პანდემიის სამმა წელმა გვაჩვენა, რომ კაცობრიობის განვითარების ძირითადი მამოძრავებელი 21 საუკუნეში არის სიცოცხლის მეცნიერებების განვითარება და ინვესტიციების ჩადება ახალი ბიოტექნოლოგიური თუ გენეტიკური ინჟინერიისა და სხვა ინოვაციურ მიდგომებზე დამყარებულ დიაგნოსტიკური მეთოდების, პრეპარატებისა და ვაქცინების შექმნისთვის აუცილებელია. და ბოლოს, რაც უშუალოდ ჩვენთვის, საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი და განვლილი 3 წლის პანდემიიდან გასათვალისწინებელი, რომ ჩვენი ქვეყანა გლობალური სამყაროს ნაწილია და გლობალიზაციას ბევრი პოზიტივისა და განვითარებისთვის ხელშეწყობის გარდა რისკებიც ახლავს. ამიტომ ჯანდაცვა სახელმწიფოსთვის და საზოგადოებისთვის კიდევ უფრო პრიორიტეტული უნდა გახდეს. მეტი ხელშეწყობა კრიზისების საწინააღმდეგო მომზადებაში, სტაბილური მზარდი დაფინანსება და ბალანსირებული ხელშეწყობა საჯარო კერძო სექტორის თანამშრომლობის, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, სამედიცინო სერვისების ხარისხის უწყვეტი კონტროლი, სამუშაო ძალის განათლება და გადამზადება, სიცოცხლის მეცნიერებებში კვლევების ხელშეწყობა და საერთაშორისო სამეცნიერო წრეებში ინტეგრაცია. ქვეყნის განვითარების დღის წესრიგში ყველაზე უფრო აქტუალურ საკითხებში უნდა იყოს განხილული. ქვეყანამ უნდა შეძლოს ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობაზე მეტი უნივერსალიზმის მიღწევა. მოსახლეობის მეტი ფენის მოცვა და ესენციური სერვისების სიის გაფართოება. იცხოვრე ისე, თითქოს ხვალ კვდები. ისწავლე ისე, თითქოს საუკუნოდ იცხოვრებ. მაჰათმა განდი. 5 წელი გავიდა COVID პანდემიის დაწყებიდან. COVID-ი როგორც ვირუსი მნიშვნელოვნად შესუსტდა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ COVID-ი არსად წასულა და ჩვენც მასთან ერთად ვისწავლეთ თანაცხოვრება. COVID პანდემიაში, რა თქმა უნდა, კარგი არაფერია, მაგრამ სოფლიო კრიზისმა გარკვეულწილად ცხოვრების ცალკეული მიმართულებების გაუმჯობესებასაც გვაიძულა და კაცობრიობას ისეთი ამოცანები დაუსვა და დაუსახა, რომ ამასობაში ვისწავლეთ მაგალითად დისტანციური მუშაობა და ამან დროის დაზოგვა გვასწავლა. დახურულ სივრცეში ყოფნის შიშმა ჰაერზე გაგვიყვანა. ბევრი ცუდი რამ გავიარეთ, მაგრამ საზოგადოებამ ცალკეული დადებითი უნარებიც გამოვიმუშავეთ. და ვიდრე სტუმარი ემზადება ჯანდაცვის სტანდარტის გადაცემას შემოუერთდეს, ჩვენ გადავწყვეტეთ 5 წლის თავზე. კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი COVID-ის პერიოდს, როდესაც მსოფლიოს ქვეყნები დიდი თუ პატარა ერთნაირად ებრძოდა ვირუსს და როცა ჯანდაცვის და მედიცინის სამეცნიერო სამყარო სრულიად დაუჯერებელ დროში ერთი გუნდი გახდა, რათა დაპირისპირებოდა და საუკუნის გამოწვევას COVID პანდემიის სახით. რამდენიმე წუთის წინ მივიღეთ ინფორმაცია ლუგარის ლაბორატორიიდან, რომ საქართველოში დაფიქსირდა კორონავირუსის პირველი შემთხვევა. ეს იყო პირველი განცხადება, პირველი დადასტურება კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში, რომელიც 2020 წლის 26 თებერვლით თარიღდება. COVID-19 ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოსულ საქართველოს ერთ მოქალაქეს დაუდასტურდა. ამავე დღეს ყველა სახის მიმოსვლა შეწყდა საქართველოს ირანს შორის. გამოწერილია ეს ადამიანი, გაწერეთ ეს ადამიანი. კი ვერ არის კარგად ეს, ვერ არის კარგად. ეს ვიდეო ალბათ ყველას გახსოვთ. და აქედან დაიწყო ათვლაც პანდემიური ყოველდღიურობისა, როცა ყოველ დილას საქართველოს სრული მოსახლეობა თვლით ვიწყებდით დღეებს.
შემდეგი დღეები და ლამის წელი იწყებოდა ერთი და იგივე ტექსტით, მაგრამ ცვლადი რიცხვებით. საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დადასტურდა, საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა, მეოთხე შემთხვევა, მეხუთე, მე-12 და ასე. ყოველდღიური თვლით ავედით ათასობით ინფიცირებულზე და გავედით სამწუხარო ლეტალურ შედეგებზე. ხუთი წლის წინ ალბათ ვერც წარმოვიდგენდით, რომ თავს გლობალურ პანდემიაში ამოვყოფდით. ვითარებაში, რომელმაც სამყაროში ყველაფერი შეცვალა. ქვეყანა მოიცვა შიშისა და გაურკვევლობის განცდამ, რთული პერიოდი გავიარეთ. ყოველ დილით კორონავირუსის ახალი სტატისტიკის მოლოდინი პირბადეს ამოფარებული ადამიანები, ცარიელი ქუჩები, იზოლაცია, რიგები მაღაზიებსა და აფთიაქებთან, შეზღუდვები და კიდევ შეზღუდვები. პანდემიასთან ერთად შეიცვალა ჩვენი ცხოვრებაც. ოფისები და სასწავლებლები ოთახებმა, უცხოეთში მოგზაურობა სახლის მიმდებარედ სეირნობამ, კონცერტები და კლუბები კი ტელეფონში საყვარელმა მუსიკამ და ყურსასმენებმა ჩაანაცვლა. მიუხედავად უამრავი ნეგატივისა, პანდემიამ ბევრი რამ გვასწავლა და სამყარო სულ სხვა თვალით დაგვანახა. 3 წლის განმავლობაში კლასტერების საწოლ ფონდი, ანტიგენი, რემდესივირი, ფაიზერი, ასტრაზენეკა და ათეულობით მსგავსი სიტყვა დავიმახსოვრეთ. ტალღების მონაცვლეობას და პიკებს გავუმკლავდით და ვაქცინის მოლოდინში უამრავი სამედიცინო თუ სხვადასხვა დიზაინის და მათ შორის სამშრიანი მარლის პირბადეც კი ვატარეთ. საბოლოოდ, ასეულობით მეცნიერის თავდაუზოგავი შრომისა და მილიარდობით დოლარის ინვესტიციის შემდეგ ვაქცინაც მივიღეთ და ბრძოლის ბედი უკვე ჩვენი. თითოეული მოქალაქის ხელში აღმოჩნდა, მაგრამ ერთიანიერი ვერც აქ შევიკარით. მოსახლეობა ორად გაიყო. ვაქსერების და ანტივაქსერების ჯგუფებად. გვახსოვს შეძახილებიც, რომ ვაქცინა იწვევს უშვილობას, რომ არაფერს შველის, რომ მასონები გვჩიპავენ. ბევრი არგუმენტი იყო. მათ შორის ყველაზე დიდხანს გასტანა არგუმენტმა, რომ ვაქცინირებული მოსახლეობა 2 წელიწადში მოკვდებოდა, მაგრამ არ მოუკვდით. ვაქცინამ დაიცვა ბევრი ადამიანის ჯანმრთელობა და ყველაზე მთავარი, დაასუსტა კორონავირუსის არაერთი შტამი. რომ შევაჯამოთ, სამწუხაროდ ჩვენმა ქვეყანამ COVID პანდემია კარგად ვერ მართა. მოკლე შეჯამება ეს არის. განსაკუთრებით კლინიკურმა ნაწილმა და ჩვენ ამის დრო გვქონდა მოგვეცა, იმიტომ რომ პირველი 6 თვე, როდესაც უკვე ვთქვათ, ზოგიერთ ქვეყანაში კატასტროფები ტრიალებდა, მაგალითად ნიუ-იორკის შტატში, იტალიაში, ყველაფერი მათ თავის თავზე გადაიარეს პირველ თვეებში, ჩვენთან ფაქტიურად შემთხვევები არ იყო და თითო შემთხვევას დავდევდით. მაშინ მქონდა ჩვენ საშუალება, რომ მომზადებულიყავით, ყველაზე მთავარი მომზადება რაში მდგომარეობს, დაგვეტრენინგებინა ჯანდაცვის მუშაკები, ექიმები, რაც არ გაკეთდა. მეორეც ეს რაღაც გაუგებარი ტენდენცია დამკვიდრდა, რომ ყველა წვებოდა საავადმყოფოში. ფაქტიურად იმაზე ალბათ დაახლოებით უხეშად 5-ჯერ მეტი ადამიანი წვებოდა, ვიდრე საჭირო იყო. და ამან შექმნა დეფიციტი საწოლების და მე მართლა ვინც მძიმდებოდა მათთვის აღარ იყო ადგილები. ასე თუ ისე მივიღეთ ის, რომ პირველ ხუთეულში ვართ სიკვდილობის მაჩვენებლით. ეპიდემიოლოგიურ ვითარებას საქართველოში რამდენიმე ადამიანი გვაცნობდა. 3 მუშკეტერი, რადა გვავიწყებს ამირან გამყრელიძის გამოსვლებს, პაატა იმნაძის განცხადებებს, თენგიზ ცერცვაძის შეფასებებს, მათ შორის მარინა ეზუგბაია, რომელმაც ინფიცირებულთა ყოველდღიური სტატისტიკა აიღო თავის თავზე, ლევან რატიანი და კიდევ ბევრი მეტპერსონალი, ვინც ჩაერთო ყოველდღიურ მართვაში. მართვა კი გულისხმობდა ყველაზე მძიმე პაციენტების მკურნალობას, როცა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, პირველი COVID ცენტრი გახდა. ყველაზე მეტად რაც მოხდოს ეს არის პირველი ეტაპი, დასაწყისი, როდესაც გამოცხადდა ტელევიზიაში, რომ ჩვენ ქვეყანაში დაფიქსირდა პირველი შემთხვევა. ეს იყო როგორ გითხრათ, აი ძალიან ცუდი განცდა, რომელიც არასდროს არ დამავიწყდება და მაშინდელმა მინისტრმა რომ დამიბარა და მითხრა ღამის 12 საათზე რომ თქვენი კლინიკა უნდა დაცალოთ და უნდა გადაკეთდეთ COVID ცენტრად. აი ეს იყო განცდა, როგორ გითხრათ, როგორ ჩამოვედი მერვე სართულიდან მინისტრის ოთახიდან და როგორ მოვედი აქამდე, აი ეგ მონაკვეთი არ მახსოვს. ერთადერთი მახსოვს, არ ვიცოდი რა გამეკეთებია და ვიცოდი რა უნდა მეკეთებია. აქ რო შემოვიდი პირველი პაციენტი რო შემოვიდა, ცოტა შიში არა, ანუ სიფრთხილე ყველაფერი ერთად იყო, თანამშრომლები მოგეხსენება რომ როგორც ყველა სამედიცინო დაწესებულებაში COVID პირველი ვიყავი ჩვენ, ბევრი წავიდა. დარჩა რამოდენიმე, ხო, შეიძლება იყოს რამოდენიმე ადამიანი, ექიმი, სანიტარი, ექთანი, რომლებიც თქვათ არ წასულან ამ კლინიკიდან და ჩვენ გვერდით იქნენ და ემსახურებოდნენ ამ საქმეს, იმიტომ რომ მე მათიც კარგად მესმის, რომ
ყველას ეშინია, ყველა კაცობრიობის ყველას გვეშინია ხო სიკვდილის. მაგრამ არიან ხო ადამიანები, მამაცები, ვიღაცები, საბედნიეროდ. და მათ არ შეეშინდათ, რა თქმა უნდა, და დავიწყეთ ამ დაავადებასთან ბრძოლა. პანდემიასთან შეგუება მარტივი არ აღმოჩნდა, მაგრამ უფრო რთული იყო ბრძოლა, რომელიც მილიონობით ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის ხაზზე გადიოდა. ამიტომაც გავიარეთ შეზღუდვების სხვადასხვა ეტაპი. მწვანე პასპორტები, 4 აპლიკაცია, რითაც ვადასტურებდით, აცრილი იყავი თუ არა. ალბათ კარგად გახსოვთ საღამოს 9 საათამდე სახლში მისწრების შიში. რას და ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით, რომ დადგებოდა დრო, როდესაც დაბადების დღეს მეგობრებთან ერთად ვირტუალურად შევხვდებოდით. ესეც გავიარეთ. კიდევ ბევრი გავიარეთ და გადავიტანეთ. რეტროსპექტულად თუ გადავხედავთ, ყოველთვის რაღაცის უკეთესად გაკეთება შეიძლებოდა. მე ვთვლი, რომ ჩვენი ეკონომიკის და შესაძლებლობის მქონე ქვეყანაში ნორმალურად გავართვით თავი, თუმცა ახლა მე ამ საკითხში არ ვთვლი, ახლა საქართველოში კიდევ არიან ბევრი ექსპერტები, იგივე ბატონი ავერიანი ალბათ თავისას იტყვის, მაგრამ მე რასაც ვფიქრობ, რას გავაკეთებთ უფრო უკეთესად, პირველ რიგში ვიტყოდი მოსახლეობის ინფორმირებულება. იმიტომ რომ მით უმეტეს თავიდან იყო ბევრი გაურკვევლობა, თუმცა შემდგომ რამოდენიმე თვეში საკმაოდ ბევრი რამ გაირკვა, დაალაგდა, იგივე ვირუსმა თავისი ბუნება საბოლოოდ გამოამჟღავნა, რომ ახლა არ იყო მსოფლიოს დასასრული და შეიძლებოდა გამკლავება. თუმცა ამავდროულად წამოიწიეს ბევრმა, ასე ვთქვათ, მავნე აქტორებმა, ესეთი ტერმინი არის, რომლებიც 1000-გვარ დემაგოგიას ავრცელებდნენ, 1000-გვარ არასწორ ინფორმაციას, რამაც სამწუხაროდ გამოიწვია ესეთი ინფორმაციულად მოწყვლადი მოსახლეობის, ასე ვთქვათ, იმედის გატეხვა და ცოტა ნდობის გატეხვის მომენტი იყო იგივე ვაქცინებზე და ასე შემდეგ. 5 წლის თავზე, რა ვიცი, რა გითხრათ, სხვადასხვანაირი მართვა იყო დასაწყისში ეს ლოკდაუნი, ჩაკეტვა, რაც იყო რომ შემთხვევები საერთოდ ფიქსირდებოდა, ცოტა იყო რაოდენობრივად და შესაბამისად მართვა კლინიკური თვალსაზრისით მარტივი იყო. შემდეგ ჰქონდა ძალიან დიდი ტალღა 2020 წლის ბოლოს სექტემბრიდან, რა თქმა უნდა, საკმაოდ დიდი დატვირთვა იყო კლინიკებზე და იყო საკმაოდ ბევრი პაციენტი, რომელიც წვიმე იყო და სამწუხაროდ ბევრი პაციენტიც გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან მის დასრულებამდე COVID-19-ით დადასტურებულად 700 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა და 7 მილიონამდე გარდაიცვალა. კორონავირუსის პანდემია ისტორიაში მეხუთე ყველაზე მომაკვდინებელ პანდემიად ჩაიწერა. COVID-19-ის საგანგებო კომიტეტი გუშინ მე-15-ად შეიკრიბა და რეკომენდაცია მომცა, რომ დასრულებულად გამოვაცხადო გლობალური საგანგებო მდგომარეობა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის ტედროს ღებრეიევსის 5 მაისის ამ ტვიტით მსოფლიომ 1191 დღიანი საგანგებო მდგომარეობა დაასრულა. რა გვასწავლა COVID პანდემიამ, რა უნდა გაითვალისწინონ ქვეყნებმა და როგორ ვემზადოთ შემდგომი კრიზისებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გამოწვევებისადმი. თემას უკვე სტუმართან ერთად გავშლით ჯანდაცვის სტანდარტის დღევანდელი სტუმარი არის ზაზა წერტელი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უნივერსალური ჯანმრთელობისა და პანდემიებისთვის მზადყოფნის მიმოხილვის მრჩეველთა ჯგუფის წევრი და ასევე საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, რომელსაც 25 წელზე მეტი გამოცდილება აქვს გლობალურ ჯანდაცვის მმართველობაში, ასევე პოლიტიკის განვითარებასა და პროგრამების განხორციელებაში. სწორედ მასთან ერთად გავშლით დღეისთვის შერჩეულ თემას, თუ რა უნდა გაითვალისწინონ ქვეყნებმა და როგორ ვემზადოთ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შემდგომი კრიზისებისა და პანდემიისაგან დასაცავად. მოგესალმებით, ბატონო ზაზა, მადლობა თქვენი დროისთვის და ჩართულობისთვის. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისათვის. ზაზა წერეთელი არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი 25 წლიანი გამოცდილებით გლობალური ჯანდაცვის მმართველობაში, პოლიტიკის განვითარებასა და პროგრამების განხორციელებაში. ის კონსულტაციას უწევდა სხვადასხვა ქვეყნების ჯანმრთელობის დაცვის მინისტრებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის გაეროს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კრიტიკულ საკითხებზე 15 წლის განმავლობაში იყო ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი. ამავე პერიოდში ის ასრულებდა ბარენცს ევროარქტიკული საბჭოს სამედიცინო პროგრამების ხელმძღვანელის როლსაც. ზაზა წერეთელი აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო საკონსულტაციო საბჭოებსა და ტექნიკურ კომიტეტებში. ის არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის უნივერსალური ჯანმრთელობისა და პანდემიებისადმი მზაობის მიმოხილვის ტექნიკური საკონსულტაციო ჯგუფის წევრი, ჯგუფის თავმჯდომარე ინდიკატორების საკითხებში, ევროკავშირის ჯანმრთელობის საგანგებო სიტუაციებზე მზადყოფნის და რეაგირების სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის წევრი, ევროპის პირველადი ჯანდაცვის ფორუმის მრჩეველთა საბჭოს წევრი
ასევე შიცის მომსახურების საერთაშორისო საბჭოს დირექტორთა საბჭოს წევრი და თავმჯდომარის მოადგილე. ის ასევე გახლავთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ალკოჰოლის მარკირების ტექნიკური საკონსულტაციო საბჭოს წევრი. ბატონი ზაზა საქართველოს აქტიურად ეხმარება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საკითხებში, განსაკუთრებით პანდემიის დროს ძალიან აქტიურად იყო ჩართული განხილვებში და ერთ-ერთი ჩვენი ყველაზე უფრო ღირსეული წარმომადგენელია ჩვენი დიასპორის ჯანმრთელობის საკითხებში საზღვარგარეთ. ამიტომ იცით რომ ჩვენი სატელეფონო საუბრის დროს გითხარით ამ გადაცემის მნიშვნელობა და ზოგადად და ერთ-ერთი მნიშვნელობა არის რომ რაც შეიძლება მეტი დღეს ევროპაში თუ ამერიკაში მყოფი ჩვენი თანამემამულეები, ჩვენი დარგის ექსპერტები ჩართული იყვნენ საქართველოში ჯანმრთელობის დაცვის სისტემის შემდგომ განვითარებაში. აქედან დიდი მადლობა დღევანდელი მონაწილეობისთვის და პირველი ასეთი კითხვა მექნება თქვენთან. ისევ დღევანდელი გადაცემა იცით რასაც ეძღვნება წარსულ პანდემიას 3 წლის იმ ძალიან რთულ პერიოდს და პირველი კითხვა ასეთი იქნება. მოგესალმებათ რომ დღემდე მიმდინარეობს დისკუსია და მსჯელობა COVID-19-ის პანდემიის პირველად გავრცელებასთან დაკავშირებით. ერთის მხრივ განიხილება მისი, თქვათ, წარმოშობის ის ვარიანტი, რომ ღამურიდან ვირუსის მუტაციის გზით ადამიანზე შემდგომში გადაცემის გზა, მეორეს მხრივ უხანის ლაბორატორიიდან გაჟონვის გზა და იყო მოგეხსენებათ და ჯერ კიდევ რჩება განსახილველად, თქვათ, ხომ არ შეიქმნა ის რაღაც წინასწარი მიზანდასახულობით, როგორც ბიოლოგიური იარაღი, ან კიდევ სხვა. თქვენ პირადად, რომელმაც ძალიან დიდი გამოცდილება მიიღეთ ამ პერიოდში და ასევე ხართ მაღალი რანგის საერთაშორისო ექსპერტი. პირადად, როგორია თქვენი განწყობა და თქვენი შეხედულება ამ წარმოშობის მექანიზმებთან დაკავშირებით? უპირველეს ყოვლისა ძალიან დიდი მადლობა ბატონ ამირან იმისათვის რომ დამპატიჟეთ თქვენს გადაცემაში და მივესალმებით თქვენს მაყურებელს და ვფიქრობ რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ასეთი გადაცემები ჩვენი მაყურებლებისათვის განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ ზოგადად სიტუაციას სოფლიოში და იმაში თუ როგორ არის ეს ეგრეთ წოდებული fake news-ები მომრავლებული, ამიტომ ასეთი ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობისათვის მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება თქვენ შეკითხვას კი მართლაც ისეთი საინტერესო შეკითხვაა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მსჯელობა მიმდინარეობს ჯერ კიდევ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დაიწყო ეს პანდემია და საიდან წამოვიდა. მე ვფიქრობ, თუ დავაკვირდებით იმას, რა ხდება ახლა მსოფლიოში ზოგადად მე მაინც ვფიქრობ, მე ვემხრობ იმას, რომ ეს ცხოველებიდან არის წამოსული და კერძოდ წამოსული იყო იმ ცხოველების ბაზრიდან, რომელიც უხანში იყო განლაგებული. ამას სხვადასხვა ძალიან ბევრი კვლევებიც ადასტურებს, იმიტომ რომ ძალიან უამრავი კვლევა ჩატარდა იქ და როდესაც იკვლევდნენ იმ ნაცხებს, რომელიც ამოიღეს ბაზრიდან და იკვლევდნენ მის გენეტიკას, თუ რა ვირუსები იყო იქ გავრცელებული და შემდეგ ადარებდნენ ამ ვირუსებს იმ ვირუსების გენეტიკას, რომელიც პირველად დაინფიცირებულ მოსახლეობაში ნახეს და ისინი ძალიან მსგავსი იყო, ამიტომ მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს არის ცხოველიდან წამოსული ვირუსი, რომელმაც განიცადა ძალიან ძლიერი მუტაცია, ძალიან სწრაფი მუტაცია და შესაბამისად მივიღეთ ეს ეპიდემია და მე მაინც ვემხრობ იმას, რომ ეს ცხოველიდან იყო წამოსული იმის გამო, რომ ჩვენ ადამიანები რადგანაც ახლა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ისე ვართ შარეული და ისე სრულიად ეკოლოგია, ისე სრულიად ბუნებას, რომ არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ ასეთმა ჩარევამ გამოიწვია ესეთი სიტუაცია, რომელიც მივიღეთ მაშინ 2019 წელს. დიდი მადლობა. ანუ ჩვენი აზრები სრულად ემთხვევა ერთმანეთს და მიხარია. ბატონო ზაზა, პრინციპში 5 წლის თავზე შეგვიძლია შეჯამებასავით გავაკეთოთ თუ რამდენად წარმატებულად და ეფექტურად იმართა ზოგადად გლობალურად პანდემია და ამ ნაწილში თუ შეგვიძლია ვთქვათ თუ რომელი ქვეყნები იყვნენ გამორჩეული მართვის ნაწილში უფრო უკეთესად და რა ვისწავლეთ, რა გვასწავლა პანდემიამ, რომელიც 3 წლის თავზე გავიარეთ და რა შეიძლება რომ იყოს მომავალში უკვე გასათვალისწინებელი? კი ბატონო, და შეიძლება ერთი რამ უნდა ვთქვათ აუცილებლად რომ ვაცავდა გასაკვირი იყოს აღმოჩნდა რომ
არ იყო აუცილებელი იყო მდიდარი ქვეყანა და წარმატებით გაუმკლავდა ამ პანდემიას. პირიქით აღმოჩნდა, რომ იყო ისეთი ქვეყნები, რომლებიც არ იყვნენ ძალიან მდიდარი ეკონომიკურად განძლიერები, მაგრამ მათ ძალიან კარგად გაართვეს თავი, მეტნაკლებად კარგად გაართვეს თავი სხვა ქვეყნებთან შედარებით პანდემიას. იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც შეიძლება ითქვას, რომ მეტნაკლებად კარგად და წარმატებულად გაართვეს თავი პანდემიას, შეიძლება გამოვყოთ მაგალითად სამხრეთ კორეა. პირველი თვის განმავლობაში ესე იგი ერთ მოსახლეს ტესტების რაოდენობით სამხრეთ კორეა იყო პირველ ადგილზე მთელ მსოფლიოში. და შემდეგ ისინი იყენებდნენ ძალიან თანამედროვე მეთოდოლოგიის იმისათვის, რომ ყველა კონტაქტი დაედგინათ და ამ კონტაქტის იზოლაციას ახდენენ და ამიტომ სამხრეთ კორეა არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული. მეორე წარმატებული შეიძლება ჩავთვალოთ იყოს, რა ვთქვათ, ახალი ზელანდია, რომელმაც ასევე ძალიან ისეთი კაცრი იზოლაციის წესები შემოიღო, რამოდენიმე ხნის განმავლობაში საერთოდ არავის არ უშვებდა ახალ ზელანდიაში და პირველი 102 დღის განმავლობაში ერთი შემთხვევაც არ დაფიქსირებულა ახალ ზელანდიაში პანდემიის და COVID-ის და შესაბამისად იგი ითვლება ერთ-ერთ წარმატებულად. რაც უნდა გასაკვირი იყოს, ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც ასევე წარმატებული იყო, სკანდინავიას არ ვეძახი მე თქვა ნორვეგიას და დანიას, ეს იყო სენეგალი, რაც უნდა გასაკვირი იყოს და სენეგალი საერთოდ როდესაც 2021 წელს ჩატარდა გარკვეული შეფასდა პანდემიასთან გამკლევის კოეფიციენტი მეორე ადგილზე გავიდა ახალი ზელანდიის შემდეგ. აი ამ 3 თუ 4 ქვეყანამ რაც მოახერხა თქვა ნორვეგიასთან ერთად მოახერხა ის რომ მათ დრო შეიძლება თქვა ბევრმა თქვა რომ ეს იზოლაცია ძალიან ცუდი იყო, მაგრამ მათ დრო მოიგეს მანამდე სანამ ვაქცინები გამოჩნდებოდა. როცა ვაქცინები გამოჩნდა, უკვე ვაქცინები ჩაერთო ამ ქვეყნებში პანდემიასთან გამკლევას და შესაბამისად ეს ქვეყნები კიდევ უფრო ადვილად გამოვიდნენ თქვათ იმ ეკონომიკური მდგომარეობიდან კრიზისიდან, რომელიც პანდემიამ გამოიწვია. ხოლო იმის კითხვის მეორე ნაზრზე თუ რა ვისწავლეთ პანდემიიდან. ალბათ პანდემიამ ერთი რაც გვასწავლა ის რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ზად რომ მოხდება რაღაცა მოულოდნელი და ამ მოულოდნელისთვის ყოველთვის უნდა ვიყოთ ზად. კიდევ ერთი რაც გვასწავლა COVID-ის პანდემია ის გვასწავლა ის რომ ჩვენ ვებრძვით არა მარტო ვირუსს, არამედ ვებრძვით მცდარ ინფორმაციასაც, fake news-ებსაც და ამიტომ ყველანაირად უნდა ვეცადოთ ხოლმე რომ ქვეყნები მზად იყოს იმისათვის რომ მიაწყობოს ზუსტი ინფორმაცია მოსახლეობას და როგორმე დავთქუნოთ ის მცდარი და არასწორი ინფორმაცია რომელიც ვრცელდება. მეოთხე რაც გვასწავლა პანდემიამ გვასწავლა ის რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნებს შორის კოოპერაციას, კოორდინაციას და ინფორმაციის გაცვლას. ეს ვირუსები არ ჩერდება, ისინი მუდმივ განვითარებაში არიან, მუდმივი ცვლილებაა და ამიტომ ჩვენს მუდმივად მზად უნდა ვიყოთ. ამ მუდმივი ცვლილებისათვის, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან გაგვიჭირდება ამ მუდმივ ცვლილებასთან გამკლავება. ბატონო ზაზა, მართალია დღეს მსოფლიო COVID პანდემიურ სიტუაციაში და ვითარებაში არ ვიმყოფებით საბედნიეროდ, თუმცა COVID ვირუსი, როგორც ვირუსი მაინც არსებობს და მასთან თანაცხოვრებაც ვისწავლეთ ხო ამ პერიოდის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ ბევრად შესუსტებული არის პირველ ვარიანტთან, თუმცა თქვენი რეკომენდაცია რა შეიძლება იყოს ამ COVID-თან მიმართებაში და მათ შორის საინტერესო არის რა არის ეს პოსტ-კოვიდური ვითარებაც და შემდგომი სიტუაციაც. კი ბატონო, პოსტ-კოვიდური ვითარება ძალიან ისეთი რთული და მეტად საინტერესო ვითარებაა. სამწუხაროდ არ ვიცი ხა საქართველოში რამდენად ბევრს ლაპარაკობენ ამის შესახებ, მაგრამ ზოგადად სოფლიოში ამით შეწუხებულები არიან, იმიტომ რომ მოსახლეობის იმათი ვინც გადაიტანა COVID-ი დაახლოებით 10-15% ეს ხანგრძლივი ეგრეთ წოდებული long COVID-ი დარჩა. მაგალითად შარშან 3-4 ძალიან ძლიერი და მნიშვნელოვანი კვლევა გამოქვეყნდა და რომელმაც აჩვენა რომ მათ აღმოაჩინეს ამ კვლევების დროს აღმოაჩინეს ამ ვირუსის RNA-ი სასუნთქ სისტემაში აღმოაჩინეს სისხლში და შესაბამისად მიიღეს დასკვნა დადგინდა რომ ესე იგი ეს ვირუსი არსებობს და იგი შეიძლება მრავლდება კიდეც ორგანიზმში. ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა რომ მაგალითად უჯნაკლავის სისტემაში შეიძლება იყოს რეზერვუარი ამ ვირუსისა, რომელიც გადმოდის შემდეგ სისხლში და შესაბამისად ამის გამო არის რომ ეს სიმპტომები არ იკლებს. ერთადერთი სირთულე ამასთან დაკავშირებით იმის რომ ზუსტად დადგინდეს რომ ეს ცოცხალი ვირუსი ადამიანის ორგანიზმში არსებობს არის ის რომ ცოტა რთულია ხა ადამიანის ორგანიზმიდან ამ ცოცხალი ვირუსის გამოყოფა, ეს რთულია, მაგრამ მაინც მსჯელობა მიდის ამასთან დაკავშირებით რომ ალბათ არსებობს, ალბათ ისინი აგრძელებენ იქ გამრავლებას და ცხოვრებას და შესაბამისად იწვევს COVID ვირუსს. ამიტომ გამოსავალი, რასაც მეცნიერები ძახიან, არის ის, როგორც იყო პანდემიის დროს. ჩვენ ყველანაირად უნდა ვეცადოთ და
თავი დავიცვათ, რომ ეს ვირუსი არ შეხვდეს, ხოლო თუ შეხვდება ვირუსი, მაშინ ჩავიტაროთ ყველასათვის რომ ღონისძიება იმისათვის, რომ მას შეიძლება სწრაფად ვიმკურნალოთ. მადლობა ბატონ ზაზან და ასეთი კითხვა მექნება, მოგეცანებათ რომ საერთაშორისო პლატფორმებზე აქტიურად განიხილება დღეს რამოდენიმე ვთქვათ საშიშროება, როგორც არის ფრინველის გრიპის, იგივე ებოლასი, იგივე მაიმუნის ყვავილის და კიდევ სხვა. თქვენის გადასახედიდან ახლა აი ამ განსაკუთრებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ან ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის და კიდევ სხვა საერთაშორისო პლატფორმებიდან რა თუ ელის ან რა საშიშროება მზადყოფნა დიახ თავარია მზადყოფნა მაგრამ მაინც თქვენი შეხედულება ამასთან დაკავშირებით თუ შეიძლება კი ბატონო აქ ერთი მომენტი არის ბატონო ამერა ალბათ გასათვალისწინებელი ახლა სიტუაცია ცოტათი გართულდება ალბათ იმის გამო რომ როგორც ისეთ ალბათ ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან ისეთი მეტად რთული გადაწყვეტილებები მიიქნა, ცოტა ესეთი საერთო გადაწყვეტილებები იქნა მიღებული და მათ შორის ეს შეეხებოდა დაავადებათა კონტროლის ცენტრს, CDC-ს, რომლის ხაზით დროებით დაიხურა საერთოდ და ვებგვერდით დროებით გაუხდა, რაც გარკვეულწილად საშიშროება იმისა, რომ ის ზედამხედველობა, რომელიც მიმდინარეობდა თუნდაც ამ ჩიდის გრიპის მიმართ, ეს შეწყდება, ან არ გვექნება ინფორმაცია და თუ როგორ ხდება შემდეგ რა ხდება ამ სიტუაციით ამერიკის შეერთებულ შტატებში, ცოტა ძნელი გასათვალისწინებელი იქნება და ეს მე მგონი ცოტა გაართულებს სიტუაციას. ისე კი როგორ გითხათ, ეს ვირუსი თქვათ, რომელიც თქვენ ახსენეთ ორივე ჩიდისაც იქნება თუ მაიმუნის ყვავილი, ძალიან სახიფათოა იმის გამო რომ კიდევ ერთხელ მეთქვა ჩვენ თქვენს გაწოდებათ თქვენ ცისით ცხადია რომ ინფექციების 75% არის ზოონოზური. დაკავშირებით ახლა რამოდენიმე დღის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში 3 ადამიანს დაუნდგა ეს ჩიდის ვირუსი გრიპი და ყველა საინტერესო ისე რომ მათ არანაირი შეხება არ ჰქონდათ როგორც აღმოჩნდა არც ცხოველებთან და არც ძროხებთან, იმიტომ რომ თქვენ როგორც მოგესალმებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან მოხშირდა ახლა ძროხებში ამ ვირუსის აღმოჩენა და არანაირი შეხება არ ჰქონდათ მათთან და ეს უკვე რაღაცა დასაფიქრებელი არის თუ რა ხდება, ესე ხდება რაღაცა ცვლილებები, რაც იწვევს იმას რომ ეს ვირუსი თანდათანობით იცვლის თავის ფორმას, თავის შინაარსს და შესაბამისად ამაზე ყურადღების გამახვილება არის საჭირო, ისევე როგორც მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებით, რომელიც თუ ადრე შარშანი ეგონათ რომ მხოლოდ სქესობრივი გადადიოდა იყო მამაკაცების, იმ მამაკაცებს შორის ახლა თქვათ კონგოში აღმოჩენილი ეს კრეიტ 1, რომელიც ყველაზე ხშირად ხდება კონგოში და უგანდაში, იქ უკვე დაფიქსირდა საყოფაცხოვრებო გადაცემაც, იქ დაფიქსირდა გადაცემა ბავშვებში, იქ დაფიქსირდა გადაცემა ორსულ ქალებში, ანუ უკვე არასქესობრივი გზით. შესაბამისად ესეც უკვე იმის სიგნალია, რომ ამ ვირუსშიც ხდება რაღაცა ცვლილება და ჩვენ ამისათვის უნდა ვიყოთ მზად. ამიტომ გამორიცხო არაფერს არ შეიძლება, ისინი ძალიან სწრაფად ეს ცვლილებები ძალიან სწრაფად ხდება და მდგომარეობა ყოველწლიურად ღიურად იცვლება და ამიტომ ყურადღება და კიდევ ერთხელ ყურადღება და ეს One Health-ის გატარება, ანუ ვეტერინარისა და ჯანდაცვის სამსახურებს შორის მჭიდრო კავშირები სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. დიდი მადლობა და კიდევ ერთი კითხვა ამასთან დაკავშირებით ხშირად ვახსენეთ თქვენს რომ ერთ-ერთი მთავარი არის მზადყოფნის რეჟიმები. მთავარი რეკომენდაცია სახელმწიფოებისადმი ზოგადად გლობალურად და რა ხდება ამ ხრივ გლობალურად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში, ესე იგი რა რეკომენდაციები მუშავდება ამ თვალსაზრისით, გლობალური პროგრამები, გლობალური მიდგომები, გლობალური რეკომენდაციები ამ თვალსაზრისით. როგორც გლობალურად, ისე ვთქვათ, ჩვენ ევროპის რეგიონი ვართ მაინც და ევროპაში. დიახ, უპირველეს ყოვლისა თქვენად მოგეხსენებათ, რომ ქვეყნები ყველა ცდილობს უკვე დაახლოებით 2 წელია მიმდინარეობს ამაზე მსჯელობა, რომ შეიქმნას სპეციალური კონვენცია, რომელსაც უნდა მოაწეროს მთელი მსოფლიოში ყველა ქვეყანამ ამ პანდემიების მზადებასთან, მზადყოფნასთან და პრევენციასთან დაკავშირებით. ამ კონვენციაზე მუშაობა ჯერ კიდევ გრძელდება, ის მართალია შარშანულად დასრულებული იყო, მაგრამ იქ არის გარკვეული პოლიტიკური თუ სხვადასხვა ინტერესები ქვეყნებისა, რომლებზეც ჯერ კიდევ მიმდინარეობს მოლაპარაკება, მაგრამ ყველა ხაზს უსვამს, რომ აუცილებელია რაღაცა ჩარჩო ხელშეკრულება შეიქმნას იმისათვის, რომ როდესაც თუ რა მოხდება, ქვეყნებმა იცოდნენ რა და როგორ მოიქცენ, ამიტომ ამაზე ძალიან დიდი მუშაობა მიმდინარეობს. მეორე დიდი მუშაობა, რასაც ჯან მოაკეთებს და ალბათ ევროპის რეგიონის და მთელ მსოფლიოშიც არის ის, რომ
COVID პანდემიამ გვაჩვენა ერთი რამ, რასაც უნდა გავუშვათ ასევე ხელი, როგორ აუცილებელი არის ეს ყველასათვის ცნობილი universal health, ანუ ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა ყველასათვის და განსაკუთრებით პირველადი ჯანდაცვის განვითარება. ამიტომ, როდესაც თქვათ ის კომიტეტი, რომელშიც მე შევდივარ, რომელიც სწავლობს თუ როგორ უნდა მოემზადოს ქვეყნების პანდემიებისათვის, იქ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი არის ის თუ როგორ არის საერთოდ ეს ჯანდაცვის სისტემა განვითარებული ქვეყნებში. Universal health, როგორ არის, როგორი ხელმისაწვდომია ჯანდაცვა, მოსახლეობისათვის როგორ გაძლიერი არის პირველადი ჯანდაცვა, ის ადგილი, სადაც პირველად ხდება ადამიანი ჯანდაცვის სისტემას, ის ადგილი, რომელიც უნდა მოეხმაროს მაგალითად, როდესაც იმუნიზაციის პროცესი დაიწყება და ასე შემდეგ. ამიტომ ქვეყნები გარდა იმისა, რომ თქვათ მუშაობენ ლეგისლირებაზე და სხვადასხვა ღონისძიებების გატარებაზე ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და აუცილებელი არის თვითონ მთლიანად ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება, მისი მზადყოფნა იმისათვის, რომ და ცოდნა იმისა, თუ რაღაცა რომ მოხდეს, ეს ჯანდაცვის სისტემა როგორ იმუშავებს და როგორ მზად შეხვდება იგი ამ გამოწვევებს. ბატონო ზაზა, ბოლოს კითხვას დაგისვამთ, შეჯამებისთვის თქვენი რჩევა საინტერესო იქნება საქართველოსთან მიმართებით. ამ ნაწილში და ამ კუთხით რა შეუძლია საქართველომ რომ გააკეთოს შემდგომი გამოწვევებისათვის და შესაძლო პანდემიებისათვის? შემდგომი გამოწვევებისათვის საქართველოს უპირველეს ყოვლისა რა უნდა გააკეთოს, ერთი რაც თქვით, ეს არის რომ პირველადი ჯანდაცვის სისტემა უნდა ჩამოყალიბდეს და უნდა იყოს ძლიერი, იმისათვის ჩვენ უნდა ვიცოდეს, რომ გვაქვს პირველადი ჯანდაცვის სისტემა, რომელიც თუ რა მოხდება, არის მზად იმისათვის, რომ დახმარება გაუწიოს თავის მოსახლეობას. მეორე ჩვენ უნდა ვესაუბროთ, რომ ვიყოთ იმ გლობალურ სისტემაში, რაც გულისხმობს ინფორმაციების გაცვლას ქვეყნებს შორის. რაც გულისხმობს ინფორმაციების გაცვლას არსებულ ვირუსებთან, მათ გენოტიპებთან, სამკურნალო საშუალებებთან თუ ასე შემდეგ, ეს აუცილებელია, ჩვენ უნდა ვიყოთ ამისი ნაწილი, მსოფლიოს ნაწილი, ჩვენ უნდა ვიყოთ ნაწილი იმის გამო, რომ ჩვენ არ ვართ ისეთი ძლიერი ქვეყანა, რომ თქვათ მოვახდინოთ ვაქცინებისა თუ სამკურნალო საშუალებების წარმოება და ამიტომ უნდა გქონდეს ძალიან მჭიდრო კონტაქტი სხვა ქვეყნებთან, რომ როდესაც საჭირო იქნება ჩვენ მივიღოთ ყველაფერი ეს, ვაქცინები იქნება თუ სამკურნალო საშუალებები, ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი ის კიდევ ერთი რამ, რომ ჩვენ მოსახლეობაში გაიზარდოს ცოტა მეტად უფრო ნდობა ქვეყნისადმი და სამედიცინო სფეროსადმი, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ აი ქვეყნებზე, რომელმაც წარმატებულად გაართვეს თავი პანდემიას, აქ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო სწორედ ნდობის ფაქტორი იმისა, რომ მოსახლეობა ენდობოდა თავის ქვეყანას, ენდობოდა თავის მთავრობას და ენდობოდა იმ გადაწყვეტილებებს, რომელსაც ისინი ღებულობდნენ. ამიტომ ასეთი ნდობის გაჩენა და ასეთი ნდობის არსებობა ქვეყანაში ფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთი ალბათ აუცილებელია რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემაში მუდმივად მიმდინარეობდეს კადრების განახლება, მუდმივად მიმდინარეობდეს ამ კადრების მომზადება და მათი პროფესიონალიზმის ამაღლება, იმიტომ რომ ბოლოს და ბოლოს სწორედ ეს კადრები არის ის ხალხი, ვინც იწყება რაღაც პანდემია, სწორედ ისინი არიან ფრონტის წინა ხაზზე და ებრძვიან ამ ვირუსს და ეხმარება ქვეყანას რომ თავი დააღწიოს ასეთ რთულ სიტუაციას. დიდი მადლობა ბატონო ზაზა, თქვენი ჩართულობისთვის, დროისთვის და იმ რჩევებისთვის, რომელიც საქართველოს უნდა გაითვალისწინოს მომდევნო გამოწვევებისათვის, რაც შესაძლოა რომ იყოს მსოფლიოს გამოწვევად. მადლობა ბატონო ზაზა, დღევანდელი ჩართულობისთვის და იმედია რომ ეს პროექტი მთელი წლის განმავლობაში გრძელდება და იქნება და არის მრავალი თემა, სადაც სასურველი იქნება კიდევ თქვენი სტუმრობა და ალბათ დაგიკავშირდებით ხოლმე. დიდი მადლობა და დიდი საინტერესოა თქვენი ჩართულობა ჩვენს გადაცემაში. მადლობა სტუმრობისათვის. ზაზა წერეთელი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უნივერსალური ჯანმრთელობისა და პანდემიებისათვის მზადყოფნის მიმოხილვის მრჩეველთა ჯგუფის წევრი და ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი იყო ჩვენთან ერთად. ჯანდაცვის სტანდარტში კი ახლა დრო არის რომ გადავხედოთ და გადავავლოთ თვალით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ ჯანდაცვის კალენდარს და შემდეგ უკვე მე და ბატონი ამირანი შევაჯამებთ დღევანდელ გადაცემას. 28 თებერვალი იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე. იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე 2008 წლიდან აღინიშნება ევროპის იშვიათ დაავადებათა ორგანიზაციის მიერ და მის მთავარ მიზანს იშვიათი დაავადებების მიმართ ყურადღების გამახვილება და იმ სიმძიმეებისა და სირთულეების წარმოჩინება წარმოადგენს, რომლებიც იშვიათი დაავადების შედეგად ვლინდება პაციენტებსა და მათზე მზრუნველ პირებში და პრობლემის ერთობლივად გადაჭრის გზების ძიებას ემსახურება. იშვიათი დაავადებების 80% ცნობილი გენეტიკური გენეზისაა, ვითარდება ერთი ან რამდენიმე გენური ან ქრომოსომული დარღვევის შედეგად. 20%
შესაძლოა გამოწვეული იყოს ინფექციური აგენტით, ალერგენებით, ქიმიური ნივთიერებებით ან რადიაციული გამოსხივებით. პირველად იშვიათი დაავადებების დღე სიმბოლურად 2008 წლის 29 თებერვალს აღინიშნა, როგორც იშვიათ დღეს, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ გვხდება. საქართველოში იშვიათ დაავადებათა ნუსხიდან არსებობს რამდენიმე, რომელიც შედარებით მაღალი სიხშირის გამო სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტული წლის პრიორიტეტად სახელდება. COVID-19 პანდემიამ აჩვენა, რომ ეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ყველაზე განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენა იყო ბოლო 100 წლეულის მანძილზე. სამწუხაროდ დიდი მსხვერპლითა და თანმდევი მოვლენებით. თავისთავად პანდემია ომის ანალოგია, ოღონდ ომი მიკროსამყაროსთან და წარმოიდგინეთ გაცილებით მეტი დანაკარგით. პანდემიამ ბევრი გაკვეთილი ჩაუტარა კაცობრიობას. ჩვენ ახლა შეიძლება ბევრად უკეთ ვიცით, რა არის გასათვალისწინებელი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებული საფრთხეებისა და მზაობის გასაუმჯობესებლად. მაგრამ მზადყოფნის რეჟიმი უნდა იყოს მუდმივი და უწყვეტი, რომელიც უნდა გამოიხატებოდეს შესაბამის პოლიტიკურ ნებაში, ჯანდაცვის სისტემების მუდმივ განვითარებაში, ადეკვატურ დაფინანსებაში, ადამიანური რესურსების მუდმივ სწავლებაში, ახალი ტექნოლოგიებისა და მეცნიერების განვითარების ხელშეწყობაში, საჯარო და კერძო პარტნიორობისა და ზოგადად გლობალურ თანამშრომლობაში. და კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვარო, ჩვენც საქართველოში, ისევე როგორც თითოეულმა ქვეყანამ, უნდა გავაანალიზოთ პანდემიის მიმდინარეობა და ქვეყნის პასუხი ამ უმნიშვნელოვანეს გამოწვევაზე. გამოვიტანოთ დასკვნები, რა გავაკეთეთ კარგად, რა ვერ გავაკეთეთ, რა ხარვეზები გქონდა. მე აქ სუბიექტური ვიქნები და შეიძლება მხოლოდ ჩემი მოსაზრებები გამოვთქვა. მხოლოდ ერთს ვიტყვი და გავმეორდები. ჯანდაცვა უნდა იყოს ქვეყნის პოლიტიკური პრიორიტეტი. ასეთ გამოწვევას ჭირდება კარგად კოორდინირებული მულტისექტორული პასუხი და მეცნიერული მტკიცებულებებით გამაგრებული საერთაშორისო გამოცდილების მუდმივი გაზიარება. რისთვისაც ძლიერი საერთაშორისო პარტნიორობა განვითარებულ სამყაროსთან უმნიშვნელოვანესია. მადლობა თქვენი ყურადღებისთვის. ეს იყო 23 თებერვლის ჯანდაცვის სტანდარტი ნინი ლონგურაშვილთან და ამირან გამყრელიძესთან ერთად. მადლობა თქვენი ყურადღებისთვის და შევხვდებით BMG-ზე 2 მარტს. ჯანდაცვის სტანდარტის წარმომადგენია ავერსის კლინიკა. ჯანდაცვის სტანდარტის სპონსორია წყალი მთის 0%-იანი ბრომატით.